გამარჯობა, მოგესალმებით. დღეს ცოტა საინფორმაციო ვიდეოებს ვწერ, ერთი TikTok-ისთვის გამომზადე, მაგრამ იქ უფრო შედარებით ვჩქარობდი, მინდოდა ყველაფერი ინფორმაცია ჩამეტია და სუსტად გადმომეცა, არ მიყვარს ხოლმე დიდი ვიდეოების დადება TikTok-ზე და ახლა წინა ვიდეოსთვის მქონდა სამი სუნამო დადებული და თემატიკას ასე ვთქვათ, კარგად უსვავს ხაზს მეთქი, რაც შეეხება ესე ყიდვა-გაყიდვებს საქართველოში, უფრო ძირითადად გაყიდვებს ჩემი მხრიდან, ასე ვთქვათ. კარგად უსვამს ეს სამი სუნამო ხაზს მეთქი და ასე რომ ვლაპარაკობდი მედო ეს სუნამოები, თუმცა ახლა შემიძლია ეს გადავდო და რაღაც აქ ცოტა სხვანაირად გავაკეთებ. ანუ რაც შეეხება მაგალითად ყიდვა-გაყიდვებს, ძირითადად საქართველოში მე შეძენით დაინტერესებული არასდროს ყოფილი ვარ, ანუ კონკრეტული პიროვნებებისგანაც ნაკლებად, იმიტომ რომ ყავს ნაცნობები, საიდანაც მირჩევნია წლების განმავლობაში თანამშრომლობ და მათგან შევიძინო და დარწმუნებული ვიყო, არ ვიცი ხა, არავის არ ავაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ რომ არ ვიცი ადამიანი და არ ვიცნო, რატომ უნდა გადავდგა ის ნაბიჯი, ხო, როდესაც ყავს უკვე 6-7 წლის მანძილზე, ასე ვთქვათ, რა ვიცი, ნაცნობი მომარაგებელი, როგორც დავარქვათ, არ ვიცი, და შემიძლია საკმაოდ დიდი ოდენობის, ასე ვთქვათ, და ფართო არჩევანი აქვს და მოკლედ ძალიან ბევრი სუნამო შეძენა მისგან და გონი გასაგები უნდა იყოს, რომ ნაკლებად მაინტერესებს, მით უმეტეს, როდესაც არ ვცხოვრობ საქართველოში. ადრე მქონდა გვერდი, სადაც იყიდებოდა ხოლმე სუნამოები, მე ძალიან საბედნიეროდ ალბათ გაამართლა ამ გვერდმა, ძალიან ისე გაამართლა, რომ არ ვიცი, ვეღარ აუდიოდი უკვე მარაგის შევსებას და მომიწია შეწყვეტა ამ საქმიანობის, ოფიციალურად ყიდდით სუნამოებს, პატარა ატომაიზერებში, ასე ვთქვათ, ონლაინ მაღაზიასავით იყო, მიწოდებაც გვქონდა, მაგრამ აი ძალიან დისტანციურად წარმოუდგენლად რთული აღმოჩნდა ჩემთვის, მით უმეტეს, რომ ამ საქმეზე ეს ჩემი საქმე არ არის, ამაზე არ ვმუშაობდი, უბრალოდ ჰობის დონეზე და მიწევდა გამოგზავნა, ხო? Რა თქმა უნდა, იქ რაღაც მოგებაზე და იმაზე იყო ლაპარაკი, მაგრამ იქ თანამშრომლები, იქ ხარჯი, გამოგზავნა, გამბაჟება, ასე ვთქვათ, მოძრაობთ და მოკლედ არ გაამართლა, 4 წელი გავიდა მას შემდეგ, ახლა უბრალოდ რაღაც განხილვის ვიდეოებს რო ვწერ ხოლმე, 1-2 შეტყობინება მომდის, თუ ყიდი ეს თუ გაქვს, ზოგი Facebook ჯგუფებიდან წერენ, ზოგი მოკლედ რაღაცას ვერ პოულობს, ეს ხო არ გექნებათ და რა ვიცი. დიდად არ უწუხდები ასეთ შეტყობინებებზე, მაგრამ სულ უარის თქმა მიწევს. ამიტომაც გადავწყვიტე ესე ყოველ ჩამოსვლის დროს საქართველოში წელიწადში ან ერთხელ ჩამოვდივარ, ან 3-ჯერ, ან 2-ჯერ და დავდებ ხოლმე Facebook გვერდზე და ჯგუფში, ანუ ჯგუფში ისედაც ვდებ ხოლმე უკვე ხშირად ჩამოსვლის წინ 2-3 კვირით ადრე და ვინმეს თუ დააინტერესებს რაიმე, ახლა კონკრეტულად სუნამოების შეძენას და ყიდვას ცოტა ვერ შეგპირდებით, რომ რაიმე თუ გაინტერესებთ, მე ვიპოვი, გამოგიწერთ და ჩამოგიტანთ. ცოტა ეს დამატებითი საქმე და დროს მოითხოვს და საკმაოდ ძვირადღირებული რესურსია ჩემთვის ეს დრო. ამიტომაც, რა ვიცი, რაც მექნება კოლექციაში, ახლა განახებთ სუნამოებს, რაც შეიძლება მე მგონი ახლა მტკიცებას ვერ დაგიწყებთ, რომ არ იშოვება და ვერავისთან ვერ იყიდით საქართველოში ამ სუნამოებს, მაგრამ მე ყოველ შემთხვევაში ასეთი შთამბეჭდილება მაქვს, რომ ძალიან რთულად ან უცხოა პრინციპში შეიძლება ზოგისთვის, მაგრამ არ არის ყველა სუნამო უცხო, უბრალოდ მინდა თითოეულს ახლა ასე ვთქვათ დავასახელებ, თუნდაც მაგალითად ანფას იშკ, რომელიც არის ანუ რეკლამა არ არის ახლა ეს ჩემთვის, ჩემი მხრიდან ყოველ შემთხვევაში, მაგრამ შეიძლება თუ გნებავთ, რა ვიცი, რეკლამად აღიქვით, მაგრამ აი ეს სუნამო რო ადამიანმა არ იცის ძალიან ბევრი დაკარგა რა. აქვს ასევე სალამი, მე სალამი დიდად არ მომწონს, ანუ ძალიან მაგარია ისიც, მაგრამ ჩემს გემოვნებაში ნაკლებად ჩდება. არის თუნდაც ლეზერ ეფექტო, აი ეს სუნამოც არ ვიცი, 10-დან 10 ორივეს ალბათ რა დაუწერდი. თუნდაც ეს ორი რო არ იცოდეს ადამიანმა, ნისიანი მაგალითად, რომელიც აღარ გამოდის უკვე რამდენიმე წელია, ანუ აღარ იყიდება. კიდევ ასეთი მეტად
ნაკლებად ცნობილი ბრენდი სავარაუდოდ შეიძლება ბევრმა იცოდეს, მაგრამ მე არ მგონია რობერტ ოუგოლინის მარცოკო სამწუხაროდ არ არის ისეთი ცნობილი საქართველოში. აგრეთვე მარკ დებაუერის, არ ვიცი, ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ჩემი კოლექციიდან ყოველ შემთხვევაში. ეართაიგან ნაკლებად, თუმცა ამ სუნამოზე თავს დავდებ, რომ ამაზე მაგარს ვერაფერს ვერ ვანახებთ, ანუ ძლიერს გულისხმობ, როგორც სურნელი არა უშავს, მაგრამ აი ამაზე ძლიერი სურნელი უბრალოდ არ გამოგონებულა დედამიწაზე არასდროს. არ ვიცი 1800 წელს იქნება შექმნილი 2025-ში მეგამარი იქნება, რაღაც არაბული ფეიკი სუნამო იქნება, ანუ ამაზე ძლიერ სუნამოს არ ვიცი. მე მგონია 100% ვარ დარწმუნებული, რომ არ არსებობს დედამიწაზე. ძალიან ბევრი დამიტესტავს, ძალიან ბევრი შემიდარებია, თუნდაც ინტერლუდ 53, არ ვიცი, მეგამარი, ომბრენომადი, აი გამორიცხულია ამასთან რომელიმე სიძლიერით და შლეიფით და მდგრადობით მოვიდეს რა, არ ვიცი ეს. არარეალური, ამიტომაც თუ იმის დაინტერესებს, მე დიდად არ ვარ ამის ფანი, ესეთი სუნამოები არ მიყვარს. არც ომბრენომაძე ვგიჟდები სამწუხაროდ. კაი სუნამოა, მაგრამ ანუ ამას კარგს ვერ დავარქმევ რა, ძალიან ესეთი სიძლიერის სუნამო არასასიამოვნოა უბრალოდ. მაგრამ ამიტომაც ყავს ბევრი ფანი. ორანჟ ფლამინგო ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული დებაუერის სურნელია და მართლაც მომწონს. ეს ამაზე აღწერაც მაქვს მერე თალკე დადებული, თუგნებავთ რა ვიცი, არ მახსოვს გონი YouTube-ზეც მაქვს, რომელიც მართლა კარგია, მართლა განსაკუთრებულია, მართლა ძალიან უცხოა, იმიტომ რომ როგორ აგიხსნათ. აი ასეთი სუფთა და ასეთი შლეიფიანი და მდგრადი, ესეც პირველ ადგილზე გავიყვანდი აი ამ კლასის სუნამოებში. შემდეგი, რა ვიცი, რომელიც წეღარო ვახსენე, ესეც აქ დამიდია, სალამი ანფასის, ძალიან მოწონებადი სუნამოა ესეც, არაბული, ვისაც გიყვართ, არაბული ხაზები. Parfum de la Nuit, როჟას, ეს სუნამო მინახავს რამდენიმე სელერთან, მინიმუმ ერთ სელერთან მაქვს ნანახი, მაგრამ რა ვიცი, თუ ვინმე დაინტერესდება, ანუ ესეთებით იშოვება ჩემსკენ, თუ სხვებს აქვს, რა თქმა უნდა, ადგილზე გირჩევნიათ სავარაუდოდ, მაგრამ რა ვიცი, ინფორმაციას გაწვდით, უბრალოდ მაგალითებია, რატომ შეიძლება ადამიანი დაინტერესდეს. და Haute Luxe, როჟასი, ესეც ცოტა ხნის წინ შევიძინე. ეს უფრო ნაკლებად იშოვება მგონია, მაგრამ როგორც ვახსენე, აქედან არც ერთს არ ვამტკიცებ, რომ მარტო მე მაქვს. გაიკითხეთ კი ბატონო, ადგილზე თუ ნახავთ, რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება, იმიტომ რომ მე ჯერ ერთი ადგილზე არ მაქვს და რომ შემიკვეთავთ, უნდა დაელოდოთ, სანამ ჩამოვალ, ახლა 11 ივლისს მოვდივარ. თუ ასე დიდი ხნის ურთიერთობა არ გვაქვს, არც ისე არ მომაქვს, რომ წამოვიღო გადახდის გარეშე, ამიტომ ანუ ეს გასაყიდი პოსტი რა თქმა უნდა არ არის, უბრალოდ ინფორმაციას გაწვდით და ვინმე თუ რაიმეს ეძებს და ვერ შოულობს, ვერ პოულობს და რა ვიცი, ვერსად ვერ დატესტა და არც უწევს, ასე ვთქვათ, ლონდონში და კონკრეტულად ასეთ სპეციალიზირებულ მაღაზიებში სიარული, შემიძლია მოგცეთ საშუალება, რა ვიცი. ფასები საკმაოდ შედარებით, არ ვიცი, შეიძლება ვინმეს შემზე იაფიცხოს, მაგაზეც ვერ დავდებ თავს, მაგრამ საკმაოდ გონია, ასე ვიტყოდი, რომ შეღავათიანი ფასებია, იმიტომ რომ არ არის ეს ახლა ეს ჩემი, ასე ვთქვათ, პურის ფულის წყარო, მუშაობს, სამსახურში ვარ და მოკლედ ეს არის უბრალოდ ჰობი და შემიძლია მოგცეთ რა თქმა უნდა საშუალება შეიძინოთ, რაიმე დატესტოთ, წამოვიღო თბილისში, რავი, პოსტითაც შეიძლება გაგზავნა. მოკლედ დაახლოებით ესეთი ინფორმაცია, ამ ინფორმაციას შეიცავს ეს ვიდეო. არის კიდევ ახლა რა თქმა უნდა რაღაც სუნამოები, რომელიც შეიძლება მაქვს უგოლინის ბევრი სუნამო, ასე ვთქვათ, თუ ვინმე რამე დაინტერესდება ახლა შემიძლია მე სია ჩაუგდო პირადში. გადაგამისამართოთ, ანუ რას ვამბობდი ხოლმე Facebook და ჯგუფი და გვერდი, ის გვერდი განვაახლე, ჯგუფი პრინციპში ჯგუფიც ახალი განახლებულია, არ არის ბევრი ხალხი, ძალიან ბევრის დაბლოკვა მიწევს სამწუხაროდ, არ ვიცი. დღეში 3 კაცი შემოდის და იქიდან
ან სამივე ფეიკებს ყიდის, ან ორი ყიდის ფეიკებს, მე ბლოკავი მათ, მოკლედ, ამიტომ ძალიან კურსნაბიჯებით იზრდება 400 კაცამდეა, 420 რაღაც ესე მახსოვს. თუმცა არ ვარ დაინტერესებული, რომ ეს ყველა შემოვიდეს და გაიზარდოს და 10,000-ობით ადამიანი გახდეს, როცა იქიდან არ კონტროლდება მერე და იყიდება ძირითადად ფეიკები, საკმაოდ პოპულარულია სამწუხაროდ. არ აქვს მნიშვნელობა ხა საქართველოს იქნება თუ გერმანია თუ ევროპის რომელიმე სხვა ქვეყანა თუ აზია, ყველგან ფეიკებით არის გაძეძგილი ყველა, არავინ არ მოგატყუოთ, რომ ევროპა და გერმანია რაიმეთი უკეთესია, აქ უბრალოდ სავარაუდოდ უფრო მქონია გამოცდილებებიც და ცოტა მაინც რთულია რა, კანონიერადაც მიდგომა რთულია. ამაზე მე შეიძლება სხვა ვიდეოებიც შევწერო, რა შეიძლება მოხდეს, თუ ვინმე დაინტერესდება მე რა შემთხვევები მქონია მე, ასე ვთქვათ, ასეთ აფერისტებთან, რომლებიც დღემდე დიდფულს შეუვლობენ და 1000 რაღაც ხდება მოკლედ. მოკლედ ეს ინფორმაცია მგონი საკმარისია და რა ვიცი, შევხედოთ, თუ დაინტერესდებით რაიმე სუნამოები და გაინტერესებთ და გჭირდებათ და ვერ შეუვლებთ ადგილზე. ანუ მე პირადად ახლა ყოველთვის იმას ვემხრობი, რომ ადამიანი ადგილზე თუ თბილისშია, გამყიდველიც და მყიდველიც ჯობს ყოველთვის თბილისში, ესე ჩემთან რო უკვე თუ ადამიანმა უნდა ელოდოს, მაგრამ ამიტომაც ვამბობ, თუ სუნამოზე ისედაც ვერ შეუვლებთ და არ გაქვთ შანსი რომ ნახოთ, ეს საშუალება შემიძლია შემოგთავაზოთ და დანარჩენებს მე გადახედეთ, როგორ გაამართლებს ეს ყველაფერი მოკლედ. ახლა დაგემშვიდობებით, თქვენ ძალიან ბევრი ვილაპარაკე და შემდეგ ვიდეოსაც რაიმე განხილვას ჩავწერ ამ დღეებში. მადლობა ყურადღებისთვის და დროებით.